ამბობენ, რომ ძველი ბიბლიოთეკები სუნთქავენ, მაგრამ ზოგჯერ ისინი პასუხსაც გიბრუნებენ. 1920-იან წლებში ინგლისში, ორფორდის პატარა ბიბლიოთეკაში მორიგე ბიბლიოთეკარმა პირველად შეამჩნია უცნაური მოვლენა. ღამით, როცა შენობა ცარიელი იყო, ყველაზე ძველი წიგნის გვერდები თავისით იცვლებოდა. თითქოს ვიღაც უხილავად კითხულობდა. თავიდან იფიქრეს, რომ ქარი იყო, მაგრამ ფანჯრები ლითონის ბადით იყო ჩაკეტილი. მეორე დღეს, როცა გვერდების შრიალი ისევ დაიწყო, ბიბლიოთეკარმა გაბედა და ჩაიჩურჩულა. ვინ ხარ? და მაშინ გვერდები გაჩერდა. რამდენიმე წამი სრული სიჩუმე იყო. შემდეგ წიგნის ბოლო გვერდი ძალიან ნელა გადაიფურცლა და გაჩერდა იქ, სადაც ერთგვარი ჩანაწერი ეწერა. მე არ წავიკითხე. მე მახსოვს. დაბნელულმა გადაწყვიტა, რომ არ ეფიქრა ამაზე, მაგრამ მესამე ღამეს წიგნი თავად ჩამოვარდა თაროდან. გადაშლილი იყო სწორედ იმ ადგილას, სადაც საუკუნეების წინ გამქრალი მკითხველი ბოლოს იჯდა და კითხულობდა ქალი, რომელიც ბიბლიოთეკაში გაუჩინარდა და ვეღარავინ იპოვა. დღემდე არავინ იცის ჩურჩული საიდან მოდის, მაგრამ წიგნები ისევ შრიალებენ. ზოგი ამბობს, რომ ეს მოგონებებია, ზოგი დარჩენილი სული. ან იქნებ წაუკითხავთ დარჩენილი წიგნების შრიალებენ.